დიდი მადლობა გამაგზავნებულ გადაცემას. მაგთის საჩივარი კონკურენტების წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა და მომხმარებელი ტელეეთერის გადახვევის უფლებას არ დაკარგავს, როგორც ამას მაგთი მოითხოვდა. სილკნეტმა და კავკასიის ონლაინმა მაუწყებელთან დადებული ხელშეკრულებები წარმოადგინეს, რომლის ძალითაც მათ დროის არარეალურ რეჟიმში ტელეეთერის გადაცემის უფლება ოფიციალურად ჰქონდათ მოპოვებული და კომუნიკაციების კომისიაც მათ დაეთანხმა. თუმცა რადგანაც ასეთი ხელშეკრულება კავკასიის მაგალითად 8 ქართულ არხთან არ აღმოაჩნდა გაფორმებული, კომისიამ ის 90,000 ლარით დააჯარიმა. თუმცა ვიმეორებ, შეუნარჩუნა უფლება მის მომხმარებელმა გადაახვიოს ეთერი. მაგთი აცხადებს, რომ ამ გადახვევით იღრუება საავტორო უფლებები, თავად მას ასეთი სერვისი ჯერ არ აქვს, რაც კომპანიას წამგებიან პოზიციაში აყენებს. ჩვენ მივაჩნია, რომ რეტრანსლაციის პროცესში, როდესაც აღნიშნული კომპანიები სიკნეტი და კავკასიის ონლაინი ახორციელებენ გადახვევა დაპაუზების სერვისს, ამ პროცესში მათი მხრიდან ხდება საქართველოს კანონის და საერთაშორისო ნორმების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ დარღვევა. ეს არის ძირითადი საგანი და მოგვითხოვთ, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მათ შესაბამისობაში მოიყვანონ კანონთან თავიანთი ხელშეკრულებები.